ახლა კი დაპირებული სტუმარი უნდა წარმოგიდგენთ, რომელიც სტუდიაში იმყოფება უკვე ჯანმრთელობის ცენტრის დიეტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ქეთევან ბერიძე. გვეჭირა სტუდიაში. დილომშვიდობისა. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ვფიქრობ, საინტერესო თემაზე საუბრობთ დღეს. ეს არის სამარხოკვებითი რაციონი, ჯანსაღი კვება და სიმსუქნე, რომელიც ყველას აწუხებს დღეს მსოფლიოში. ვფიქრობ, ნომერ პირველ პრობლემად რჩება დღემდე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხორციელის კვირაში, მოსამზადებელ პერიოდში, დიდი მარხვისთვის და მორწმუნეები განსხვავებულ კვებით რაციონზე გადადიან. მე მინდა სამარხო კვებაზეც გკითხოთ. რამდენად მისაღებია ეს ექიმის თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისით, რამე უკუჩვენება ხომ არ არსებობს, როდესაც ხანგრძლივია დიდი მარხვა და განსაკუთრებულია ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებში აუცილებელია თუ არა, რამე უკუჩვენება ხო არ შეიძლება წარმოიშვას, როდესაც მარხულობს. მადლობ, ძალიან დიდ საკითხს შეეხეთ ერთად. მარხვის კვება, ზოგადად ჯანსაღი კვება და სიმსუქნის კვება და მე ხას გავუსმენ განსაკუთრებულ პრობლემას სიმსუქნის კვება მარხვაში კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ ხოლმე, თუმცა ეს ასე არ არის. სწორი კვება უნდა იყოს ყველა დროში, მარხვაშიც, არა მარხვაშიც. ჯანმრთელ ადამიანს თავისი სწორი კვება უნდა ქონდეს, თუ რაიმე პათოლოგია აწუხებს ადამიანს, იმ შემთხვევაშიც უნდა იყოს სწორი კვება შერჩეული, რაც შეეხება სამარხო კვებას, ასევე ნებისმიერი დაავადების დროს შესაძლებელი არის გამოყენებული იყოს მარხვითი კვება თავისი წესებით, თუმცა ზოგიერთ დაავადებას შესაძლებელია ჭირდებოდეს ცოტა უფრო მეტი დაშვებები, ნუ აი ყველაზე ესეთი ნათელი მაგალითი იქნება შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, როდესაც ნახშირწყლები უნდა იყოს შედარებით შეზღუდული რაოდენობით. აქ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის პრობლემა ადამიანებისთვის, რომელსაც სურთ მარხვა დააქვთ დაავადება, როგორც წესი მოძღვრებისგან იღებენ კურთხევას და შესაძლებელი არის ვთქვათ ცის პროდუქტი იყოს ჩართული, ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და იყვნენ განსხვავებულ კვებაზე, ვინმე ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში არიან. ამას ხაზი გავუსვათ სხვათა შორის, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი ეს ინდივიდუალურად თავს ნებას. დიახ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მარხვა არ არის მხოლოდ კვება. ხო, ამდენად სულიერ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე აბსოლუტურად ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ სამარხო კვება შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი კვება. და ამას იმედი მაქვს გავშლით გადაცემის ხელობაში, რატომ და როგორ ხშირად ოპონირება ხდება ამ საკითხზე და აი მოდით გვაქვს ჩვენ დრო და ცოტა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, დავიწყოთ იმით, რომ არის ხორციელის კვირა. ანუ ეს არის კვირა, როდესაც აი ეს ოთხშაბათი პარასკევის მარხვა არ არის და ამ დღეებში შესაძლებელია ხორცის მიღება. კეთილი ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა იმაზე გაცილებით ბევრი ხორც პროდუქტები მოვიხმაროთ, ვინმე თქვა სხვა კვირებში მოვიხმარდით, რამე თუ მოდის მარხვა ცილის მარაგს ორგანიზმი როგორც ვიცით არ აკეთებს. ზედმეტი ცილა ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა ან დაავადების პროვოცირება შეიძლება მოგვწეს და რაც შეეხება მომარაგებას ვერ იმარაგებს ვერანაირად, თუ ზედმეტი ცილა არ გამოძევდა ორგანიზმიდან, ის ტრანსფორმირდება ცხიმში და ცხიმის სახით ხდება მისი დაგროვება და მე ის უკვე ცილას რო შევსხუდავთ მარხვის დროს ცხოველურ წეს, ის უკვე აღარ გარდაიქმნება ცილად ისე რომ იმას ორგანიზმი როგორც ცილის წყაროს ვერ მოხდეს, ამიტომ ზედმეტის მოხმარება და ფიქრი იმაზე რომ ეხლა მარაგი გავიკეთოთ, ეს არის აბსოლუტური. დიახ, უბრალოდ ეს არის გარკვეული სხვა მოსაზრებებით, რომ ეს ორი დღე გვაქვს თავისუფლად ცხოველური ცილის მიღების საშუალება. ამიტომ მაინდა-მაინც ზედმეტ ცილას ამ კვირაშიც ნუ მივიღებ და ზომიერება საერთოდ ყოველთვის უნდა დავიცვათ. აი როგორ არის ქალბატონო ქეთევან მოწყობილი, საინტერესოა ხო ალბათ ყველას გვიფიქრია ამაზე, აი თვითონ ეკლესია როგორ ამზადებს სულიერი კუთხითაც და ამ შემთხვევაში როგორ ზრუნავს მის ფიზიკურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ხორციელის კვირა ნელ-ნელა ხდება მოკლება, შემდეგ ყველიერის კვირაში ვიმყოფებით და შემდეგ გადავდივართ მარხვაზე.
თუმცა უცებ ხდება ხოლმე გადასვლა. აი რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, მე მსმენია ეს რომ ბოლო დღეს ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი ხორცი მიიღონ ადამიანებმა, რომ თითქოს ამდენი ხანი აღარ უნდა ჭამონ. შესაბამისად ყველიერის კვირაში ცდილობენ რომ ცილის სახით მიიღონ რძის პროდუქტები და შემდეგ უცებ შეიძლება თვითნებურად მოძღვართან შეუთანხმებლადაც გადაწყვიტონ ადამიანებმა რომ უნდა დაიცვას მკაცრი მარხვა. და გადადის მკაცრ მარხვაზე. ყურზე და წყალსკურს ხმობთ ხო? ეს აბსურდია საერთოდ. ნორმალურია, მით უმეტეს თვითნებურად გადაწყვიტოს ადამიანებმა. ამ შემთხვევაში სულიერი კუთხით რომ არ ვისაუბროთ ჩვენ. ფიზიოლოგიურად რამდენად ჯანსაღი პროცესია, როცა უცებ გრძალავ საკვების და ხარ ყურზე და წყალზე. მარხვაში მძიმე მარხვისთვის არა მარტო მარხვის დაწყებისთვის არის მომზადება, ანუ მარხვაში შესასვლელად კი არ გვამზადებენ ჩვენ. მარხვიდან გამოსვლასაც თავისი წესი აქვს, უბრალოდ ამას რატომაც ყურადღებას არავინ აქცევს ხოლმე. საქმე იმაში არის, რომ ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება ცხოვრების და მათ შორის კვების წესში ეს არის სტრესული მდგომარეობა ორგანიზმისთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მკვეთრად კვების ცვლილება. სწორედ ამიტომაც არის რომ არის ხორციელის კვირა, ანუ როდესაც ოთხშაბათი პარასკევიც ხსნილი გვაქვს. არის უფრო სწორად აქ შეცდომაში რა შევიყო თუ ოთხშაბათი და პარასკევი ეს წინა კვირა იყო მსგავსი იყო უკაცრავ დიახ ბოდიშფრიქტი ამ კვირაში და შემდეგ ყოველ კვირაში ოთხშაბათი პარასკევი ჩაულებრივი სამართლობრივი დიახ კი ბოდიშფრიქტი არა უჩვენს ნახეთ როგორ ხდება ეტაპობრივად მცირდება ცხოველური ცილის მოხმარება. ჯერ ხორც პროდუქტების მოხმარება მცირდება და შემდეგ გამოდის, ანუ აბსოლუტურად იცავს ორგანიზმს ძლიერი სტრესებისაგან. ანუ ორგანიზმი როგორც ფიზიოლოგიურად, ისე ფსიქოემოციურად და ასევე სულიერად პირველ ყოვლისა ემზადება იმისთვის, რომ ეტაპობრივად გადავიდეს განსხვავებული ტიპის მარხვაზე. გადავიარეთ ესე და ხაზი გაუსვათ იმას, რომ ძალიან არასწორი არის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც ამ წინა ეტაპებს, წინა პერიოდებს არ იცავენ და პირდაპირ კარგი ნადიმის შემდეგ მეორე დღეს იწყებენ მარხვას, განსაკუთრებით, როდესაც ეს არის პურით და წყლით. მე რამდენადაც ვიცი, არავინ ზოგადად მრევლს არ თხოვს ასეთი სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნას. მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება არ არის სწორი და თუ ასეა თქვენ შემისწორეთ, ეს მხოლოდ სასულიერო პირებისთვის არის მისაღები, რამე თუ ისინი ამისთვის მზად არიან თავიანთი ემოციური განწყობებით. რა თქმა უნდა, ჯერტი ბერმელოზნები საერთოდ არც იღებენ ხორცს აქედან დავიწყოთ თითქმის წინებს ხორცის. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის იმ სულიერ მდგომარეობაში, რომ მას შეძლოს პურზე და წყალზე. ჩვენ რიგითი მოქალაქეები არ ვართ იმ ლოცვით აურაში, როგორშიც არიან ბერმონაზნები და სასულიერო პირები, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენი ფიზიოლოგიური პროცესები მიდის აბსოლუტურად განსხვავებულად. შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი არ არის მზად, რომ ასე იშიმშილოს. ეს არის შიმშილი და შიმშილი არ შეიძლება ორგანიზმის. ეს მე ფსიქოემოციურ ფაქტორებსაც განაპირობებს ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს არა მხოლოდ ემოციურ დონეზე, არამედ სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებისა და რიგი დაავადებებისა და პათოლოგიური პროცესების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ამიტომ მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას და არ მგონია რომ ამას ვინმე სთხოვდნენ, რომ ასე იშიმშილონ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამიტომ მხოლოდ ვნებს ადამიანი თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას და შესაბამისად სულიერებასაც და არ არის საჭირო იმის გაკეთება, რაც არ არის საჭირო რომ გაკეთდეს. კეთილი. ქალტონ ქეთევან, თვითონ რაციონსაც მინდა შევეხოთ. თქვათ ეს ეტაპები გავიარეთ და მივედით ლოგიკურად და მივედით ახლა მარხვამდე. მივედით მარხვამდე. ახლა აქაც საოცრებები ხდება ხოლმე. ძირითადად გადადიან კვებაზე, ეს არის ლობიო დიდი რაოდენობით, კარტოფილი, თქვათ მაკარონი, ზეთში მომზადებული, სოიო აქტიურდება ამ დროს, სოკო. გასაგებია რომ ეს ყველაფერი თქვათ მცენარეული საკვებია, ამით არაფერი ირღვევა, თქვათ მარხვის თვალსაზრისით, მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში, როდესაც მუდმივად ასეთ სტრესში ვამყოფებთ, იგივე ხა ვიცით ლობიო როგორი რთულად მოსანელებელი საკვებია ორგანიზმისთვის. აი რა სიტყვით ამაზე, როგორ უნდა დავიცვათ ეს რაციონი კვებისა, რომ
ვიმარხულოთ სულისთვის ასარგებლოთ და პლუს ამას არ ვარგნოთ ჩვენ ორგანიზმსაც. დიახ. აბსოლუტურად სრულფასოვნად შეიძლება აბსოლუტური არ უნდა მეხმარა ალბათ სიტყვა. სრულფასოვნად შეიძლება რომ ვიკვებოთ მარხვის პერიოდშიც და ამის დაგეგმვა არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს. დიახ, პროდუქტები რომელიც თქვენ ახსენეთ, აი ლობიო, სოიო, იგივე სოკო, ხო? კარგია თუ ამას რეალურად მოიხმარენ. მე რასაც უყურებ და შეხება მაქვს ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადი კვება არის კარტოფილი. კი. პური. ეგრეთ წოდებული სამარხვა ანუ მცენარეული კარაქი. კი. და ღვეზელები. კი. აი სოკო. დიახ, ლობიანი, კარტოფილის ღვეზელი, ბრინჯიანი ღვეზელები, არხუნის ეს კარგი ვარიანტია შედარებით და ნუ ახლა თუ ვიტყვით იმაზე რომ კომპოსტოს ღვეზელს გამოაცხობენ და მიირთმევენ ეს კიდევ უფრო კარგი ვარიანტი იქნება. დიახ, ძირითადად საკონდიტრო ნაწარმი უფრო აქტიურდება, მათ შორის სამარხო ნამცხრები, სამარხო შოკოლადები და ასე შემდეგ. ეს კრიტიკის თემა ხდება ხოლმე და მინდა რომ ამასაც შევეხო. იცით, გასაგები ხა სამარხო გოჭზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ისეთ სტრესულ გარემოში ვიმყოფებით და ეს საკონდიტრო ნაწარმი წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონების გამოაქტიურებელ ნივთიერებებს და ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს არ უნდა იყოს სიცილის და დაცინვის თემა და უნდა მივიღოთ ასეთი საკვები პროდუქტები არა იმიტომ რომ ეს რაღაც სიხარბე არის თვალის, არამედ იმიტომ რომ ეს ნივთიერებები რეალურად, ანუ უпроსტად ამ პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები რეალურად ჩვენს ემოციებზე მოქმედებენ და სამარხო ნაყინი და ასეთ მსგავსებები. თქვა ნამცხვარი ამ შემთხვევაში. დიახ, ნამცხვარი რაღაცა საკონდიტრო ნაწარმი ტკბილის სახით, რომელიც გასაგებია, მე მესმის რომ ახლა შეიძლება შემეკამათონ და მითხრან რომ ლოცვა არის ამის უება არის საშუალება კიბეტენო გეთახმებით, მაგრამ ლოცულობთ კი ისეთი დოზი და ეს რეალურად. აი ეს მინდოდა მე თქვა, რეალურად ვერ ხერხდება, არ ხერხდება, ზოგჯერ ცოდნა არ ყოფნის საამისოთ იმდენი როდის რა და ლოცულობ, მაგრამ არასწორად, ესეც არის ამას სასწორებელი პირები საუბრობენ. დიახ, რა თქმა უნდა, არასწორად. რაოდენობაში არ არის ხარისხი, ხო? კი, რამდენად მიუყვებით იმ ჩვენ ლოცვას და არ გვეფანტება და ნამდვილად კი ვაცნობიერებთ რომ მიუყვებოდით და არ გქონდა იქ მომენტი, როდესაც ვერ აღვიქვავდით რას ლოცვა. უამრავი ფაქტორი არის, ამიტომ ეს არ უნდა ხდეს დაცინვის საგანი, მე ხშირად ხდება პრაქტიკაში ასეთი რომ დაცინიან თუ მარხვაზე არა ნამცხვარს ჭამს, ასეც არ შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ უნდა გადავიდეს რაღაცა ზედმეტობაში, დაუბრუნდეთ დაბალანსებას კვებისას. პრობლემა და საკამათო თემა ხდება რა, რომ ცილის გარეშე ვერ ძლებს ადამიანი, იმიტომ რომ არ იღებს შეუცვლელ ამინომჟავებს. შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ ძირითადი შეუცვლელი ამინომჟავები არის მცენარეულ საკვებშიც. მართალია ცოტა უფრო მცირე რაოდენობით და მართალია უფრო ძნელად ათვისებადი ფორმით, მაგრამ მაინც ათვისებადით და სწორად დაბალანსების შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოთ ადამიანი საკმარისი რაოდენობის ამინომჟავებით და აქვე ხაზს გავსვამ, რომ ეს ხდება ლოცვისა და სრული მარხვის პერიოდში და არა მხოლოდ კვებით მარხვაზე. აი თუ ადამიანისთვის მარხვა არის მხოლოდ კვება და მეტი არაფერი. მაშინ რა თქმა უნდა ეს შექმნის გარკვეულ პრობლემას, მაგრამ მაშინ როდესაც აი აურა იქნება ასეთი ლოცვის და ასე შემდეგ, იქ ფიზიოლოგიური პროცესები იცვლება და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სრულიად შეიძლება დავაკმაყოფილოთ მცენარეული საკვები. დიდარი არის ამინომჟავები მცენარეული საკვები, უბრალოდ სწორად უნდა შევარჩიოთ და კარტოფილი არ უნდა იყოს ძირითადი საკვები პროდუქტი. და უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელი არის იყოს მრავალფეროვნებით წარმოდგენილი არა მხოლოდ ნაირსახეობრივი სიუხვე ბოსტნეული პროდუქტისა, არამედ მათი მომზადება სხვადასხვა კერძების სახით. ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ერთი და იგივე პროდუქტების სხვადასხვა კომბინაციით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახით იღებს, როგორც ვიზუალურად, ისევე ურთიერთ კომბინაციაში ბიოქიმიის დონეზე სხვადასხვანაირად ხდება ამ ნივთიერებების დაშლა და შემდგომ სინთეზი და დააკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ამ ნივთიერებაზე. ეს არ შეუქმნის ჯანმრთელობას პრობლემას და არც რაიმე დაავადების პროვოცირებას არ გამოიწვევს, ისე რომ
ქალბატონ ქეთევან, აი სანამ მარხვიდან გამოსვლის პერიოდზე ვისაუბრებდეთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე მინდა გკითხოთ ერთი რამ, აი ბევრის მოსაზრება, ბევრი ჩივის იმას, რომ მარხვის პერიოდში ის სუქდება და ეს ალბათ მიზეზი არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მარხვა თავისთავად შეიძლება მარხვის პერიოდში ისე იკვებო, რომ ძალიან ჯანსაღი იყოს კვება და არ გამოიწვიოს სიმსუქნე, მაგრამ ჩვენ არასწორად ვიკვებებით, ხო? აი თქვენ როგორც მოქმედი და პრაქტიკოსი დიეტოლოგი, ექიმი კითხავთ, ეს არის თუ არა რეალური სტატისტიკა, ნამდვილად გვაქვს თუ არა სიმსუქნის მაგალითები, ბევრი აი მარხვის პერიოდში, მარხვის შემდგომ. მარხვის პერიოდში და მარხვის შემდგომ პერიოდში სიმსუქნე შედეგი არის არა მარხვისა, არამედ მარხვაში არასწორი კვებისა. მე როგორც პრაქტიკაში დიახ და ეს რეალური არის, რომ სუქდებიან და სუქდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იკვებებიან მუდმივად ღვეზელებით, ნამცხრებით, ბლინებით, პილმენებით და ასე შემდეგ. პილმენიც უნდა მივიღოთ, როგორც გითხარით, ნამცხვარიც და ბლინის, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაფერი ზომიერად. რა თქმა უნდა, მე სულ ვაფრთხილებ ხოლმე ჩემ პაციენტებს, რომ მარხვის პერიოდში თუ გიწევთ მოსვლა, საკმაოდ დიდი ხნით ადრე დამიკავშირდით, რომ დროულად მოხვდეთ, იმიტომ რომ იმატებს პაციენტების რიცხვი, დიახ, მოდიან არა მხოლოდ წონის კორექციისთვის, ხაზგასმებით დიეტოლოგია ასოცირდება მაინდა-მაინც წონის დაკლებასთან და დიეტოლოგია სხვა პრობლემებზე მუშაობს. ეს ერთ-ერთი დაავადებაა, რომელზეც ვმუშაობთ ჩვენ. დიახ, არა მხოლოდ ის პაციენტები მოგვმართავენ, რომელსაც წონის კორექცია ჭირდებათ, არამედ ის პაციენტები, რომლებსაც სურთ, რომ მარხვის პერიოდში სწორად იკვებონ. და დიახ, ამის ხარჯზე მკვეთრად იზრდება. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ სწორად ვიკვებებით, წონა არ იმატებს და მეცაც გეტყვით. პაციენტები, რომლებიც ვთქვათ, იწყებენ მკურნალობას არა მარხვის პერიოდში, მარხვის პერიოდში ისინი მარხულობენ და აგრძელებენ წონის კორექციას. ისეთივე მაჩვენებლებით, როგორითაც არა მარხვის პერიოდში, ისე რომ მარხვა უარყოფით გავლენას წონაზე, მარხვა არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამნაშავე რაიმეში და მით უმეტეს წონის დაგროვებაში დამნაშავეები ვართ ჩვენ. ხან დაუდევრობით, ხან არ ცოდნით, ხან კიდევ რაღაც სხვა მიზეზით, დიახ, ყოველთვის მოიძებნება გამართლება, რატომ მოვიმატეთ წონაში, თუმცა ეს ყოველთვის სუბიექტურია. დიახ. ქალბატონ ქეთევან, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცებ გადასვლა არ არის სასურველი ორგანიზმისთვის და ამ თემასაც მინდა შევეხოთ. პრინციპში შეიძლება უკვე გაცემულია პასუხი, მაგრამ მაინც არის რაღაცა ჯგუფი, რაოდენობა ადამიანებისა, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ დაიცავს სრულად მარხვას და უნდა რომ ბოლოვნების კვირაში აი გონსმოვა და იტყვის რომ ახლა სინანულს შეუდგები და უცებ იწყებს ისიც მარხვას და აქაც ხშირად გვხვდება ხოლმე შემთხვევები რომ გადადის პირდაპირ მძიმე მკაცრ მარხვაზე და მე შემხედრე ასეთი ადამიანები როგორი განწყობებით არიან და ყველაფერზე როგორ რეაგირებენ და გაღიზიანებულები და ამას მე მგონი ჯობია რომ მიიღოს რაღაც საკვები. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ცოდვა მე თუ მკითხავთ, ალბათ, შეიძლება ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი უმძიმესი არის, როდესაც ადამიანი აგრესიული და მუდმივად კონფლიქტური და მუდმივად რაღაც უარყოფით ემოციებს ეს რას გავს არ ვიცი. ესე იგი მარხულობს ვითომ იმიტომ ასე მკაცრად რომ ინანიებს, რომ რაღაცას დარდობს, რაღაც ამითი უნდა გააკეთოს და ამ დროს ხო, ხდება ესეთი აგრესიული, რომ საზოგადოებაში უკვე მისი გუება ცოტა ჭირს ხოლმე, ხო? ამას რომ თავი დავანებოთ. პირველი ფაქტორი უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ფსიქოემოციური სტრესი. ფსიქოემოციური სტრესი ეს არის ჩვეულებრივი არა ჯანმრთელი მდგომარეობა, ხო, ანუ რაღაცა დაავადების მაპროვოცირებელი ფსიქოემოციური კუთხით. ერთი. მეორეც ეს ერთი ვერასოდეს, ვერ იმარხულე, სულიერად ვერაფერს ვერ მიიღებს მე მგონია ამ პერიოდში. ეს მე, ანუ რისთვისაც აკეთებს, ეს გამორიცხულებს და მესამე. დიახ, და მესამე ჯანმრთელობის სრული დანგრევა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. რატომ იტანჯებიან ადამიანები, ვერ ვიგებ. ნაცვლად იმისა, რომ დაждენ და გაანალიზონ, რომ აი მე ეს არ გავაკეთე. მინდოდა გამეკეთები, არ მეყვა ამისთვის ალა. მოდი მოძღვარს დაველაპარაკები ამის შესახებ. მივიღებ რაღაცა სხვას და ანუ ესეც კატეგორიულად არ შეიძლება. კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ კიდევ უარესი იცით რა არის? აი, იცით როგორ არიან? ეს ერთი კვირა გაძლებაზე სულ ოცნებობენ, რომ რაღაცა ჭამა და მათი ოცნება არის, რომ როგორც კი გაიხსნება ქრისტე აღსდგა ვიტყვით,
დაიწყონ და მე რაც ემართება უკვე ვიცით ორგანიზმს. ანუ კიდევ არის მხოლოდ ამაზე. ქალბატონ ქეთევან, ნინომ წეგან ახსენა რომ პრობლემები ჩნდება სიმსუქნის კუთხით გარკვეულ ადამიანებში და მეორე ხშირად გაიგებთ და დამეთანხმებით ალბათ თქვენ უკვე ბოლოსკენ მარხვის ადამიანები ამბობენ რომ დავსუსტდი. დიახ. ეს რაც შეიძლება დავაბრალოთ ასევე არასწორკვებას და არაჯანსაღყვებას თუ იმას რომ თან რაღაცას კმაყოფილებითაც ამბობს ხოლმე ზოგი ამას რომ აი დასუსტდა უკვე მარხვისგან და აი გაილიოს ეს მარხვისგან კი არ უნდა დავსუსტდეთ, უნდა გავძლიერდეთ, ხო? მე ვფიქრობ რომ დიახ ეს არის მარხვის არსი რომ უნდა გავძლიერდეთ. დავსუსტდი ზუსტად იმიტომ დავსუსტდა რომ კარტოფილის ღვეზელის ლობიანისა და პურის მეტი და სამახო კარაქის მეტი არაფერი უჭამია თაფლიც კი არ წაუსვამს იმპურზე ალბათ. დასუსტება ნიშნავს იგულისხმება ალბათ ამაში მე ასე ვფიქრობ ორგანიზმის გამოფიტვა და დიახაც როდესაც არასწორად და რაღაცა ერთგვაროვანი საკვებით იკვებებიან დიახ ორგანიზმი იფიტება გაზაფხულზე პროდუქტები ისედაც ნაკლებად შეიცავენ ვთქვათ ვიტამინებს ისინი დაშლილი არიან იმის გამო რომ წყალს კარგავენ მათში პროდუქტზე მაქვს საუბარი მათი თვისებები იცვლება და მათი ათვისების ფაქტორები ცოტა შეცვლილი არის და ორგანიზმი ჭირდება არც იღებენ და რასაც იღებენ ისიც მწირი შემცველობით არის ამა თუ იმ საკვები კომპონენტის და თან მათი ათვისებაც იმიტომ რომ არასწორად იყო მიღებული ვერ ხდება აი ეს იწვევს დასუსტებას თორე მაგალითად ხილის ჩირი რომლის მიღებასაც იწყებენ უკვე სექტემბრიდან ვთქვათ ეს არის აბსურდი სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბრის ჩათვლით ხილი ძალიან მდიდარი არის ჯერ კიდევ დიახ და უნდა იყოს ნატურალური ხილის მოხმარება და ჩირს რაც შეეხება ის თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს თებერვლის თვიდან მასში მაქსიმალურად წყალი მინიმუმზე არის დასული ის არის მაქსიმალურად კონცენტრირებული ყველა იმ ნივთიერებით რასაც ზოგადად კერძოდ აი ის ხილი შეიცავს რომლისგანაც არის ეს ჩირი დამზადებული და აი ამ პერიოდში უნდა მოხდეს ამ ჩირის მოხმარება. მე ვაწყდები ასეთ საინტერესო ფაქტს, როდესაც მევნები რომ მე ახლა ეს ჩირი რო ვჭამო გამასუქებს. და უკაცრავად შოკოლადიდან დამცხარი რო ვჭამოთ და ღვეზელი არ გაგვასუქებს. თუ სწორად მოვიხმართ, არც ჩირი გაგვასუქებს და არც ნამცხარი. თავია რამდენად სწორად მოვიხმართ ჩვენ ამას ყველაფერს, ხო? არის მთელი რიგი ჯიშებისა ხილის, რომლებიც როგორც ფერმენტულად ისე თავისი შემადგენლობით ყველაზე მდიდარი არიან თებერვალ-მარტის თვეში. ეს არის მაგალითად შემიძლია გითხრათ ვაშლი ანტონოვკა, რომელიც სექტემბერი-ოქტომბერი ყვახია ეს სელექციური მცენარე და მისი დამწიფება იწყება თებერვლის თვიდან. მწიფე ის არის იანვარ-თებერვალში, ამიტომ დიდარიც არის შესაბამისად ამა თუ იმ ნივთიერებით. ეგრეთ წოდებული დიაბეტურ ვაშლს რო ეძახიან, ხო? რატო დაარქვეს დიაბეტური? იმიტომ რომ მჟავია. ის მჟავი არის დეკემბერში, მაგრამ აბა ეხლა გასინჯეთ როგორი ტკბილია ის ვაშლი, იმიტომ ის ეხლა დამწიფდა, ხო? ანუ ის არის თუ აი ამ ნიუანსებს გავითვალისწინებთ, გასაგებია რომ ეს ცოდნა შესაძლებელია ყველას არ ქონდეს, მაგრამ ეს ცოდნა ხელმისაწვდომია ზუსტად გადაცემების აი გადაცემას რასაც სოციალურ ქსელში ნებისმიერი სახის ინფორმაცია მთავარია ჩვენ გვინდოდეს ამის მოძიება და ბოლო ქსელში შეიძლება დაუსვათ სპეციალისტის კითხვა არის ასეთი გვერდებიც და მივიღოთ რა თქმა უნდა მივიღოთ ამის შესახებ პასუხი ისე რომ ეს ჯანმრთელობას პრობლემას ვერანაირად ვერ შეუქმნის მარხვას გულისხმობ თავარია რომ სწორად დავგეგმოთ მარხვაში ჩვენი კვება და თუ გვაქვს დრო გამოსვლას შევეძლოთ. იცით, ქალბატონ ქეთევან, მე ახლა მინდოდა გვეთხოვა თქვენთვის, რომ წინ მართალია მრავალი დღეა მარხვისა, მაგრამ უცებ გაივლის ეს დღეები და ყველა ერთად თვის წყალობით შევეგებებით ამ უნიშნელოვანეს და სასიხარულო დღესასწაულს, რასაც გვი აღდგომა და პირობა რომ მოგცეთ ერთგვარად, რომ თქვენ უკვე შემდგომ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვისაუბრებთ როგორ გამოვიდეთ მარხვიდან და აი ეს რაც ჩვენ ვახსენეთ, რომ ფიქრობენ იმ დღეზე რომ თქვათ ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად და მაშინათვე გადავერთოთ იმ საკვებზე რაც ჩვენ გვიყვარს და ამით დავანგრიოთ ორგანიზმი და ერთგვარად წყალში ჩავყაროთ ის რაც ამ მთელი დღეების მანძილზე ასე თუ ისე შევაკოწიწეთ აი ამაზე უკვე შემდგომ ვისაუბროთ თუ მობრძანდებით დიდი სიამოვნებით აუცილებლად მობრძანდები პირველივე დაძახებაზე ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ვფიქრობ კარგი რჩევები მივეცით ჩვენს ტელემაყურებელს და გასათვალისწინებელი ნებისმიერ დროს იმედია მე და ნინო არ აღმოჩნდებით თქვენი კაბინეტის კართან რიგში
და გავთავისწინებთ იმ რჩევებს, რაც თქვენგან მივიღეთ. თუმცა ნებისმიერი პაციენტისთვის, ადამიანისთვის არის აუცილებელი ვიზიტი ერთხელ მაინც დიეტოლოგთან, რომ მიმართულება მისცეს ადამიანს როგორ იკვებოს. სულ ვეუბნები, რომ მარხვის პერიოდში ერთხელ მაინც მარხვის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია და თქვენ უკვე გეცოდინებათ პრინციპები როგორ იმოქმედოთ. ძალიან დიდი მადლობა. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს ჯანმრთელობის ცენტრის დიეტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ქეთევან ბერიძე გვესაუბრებოდა ჯანსაღის სწორი კვების შესახებ.